მივსჯერეთ ჰიდროსექტორში არსებულ გამოწვევებზე და პოტენციალზე, რომლის ათვისების რესურსი საქართველოს აქვს. ამის შესახებ ენერგეტიკული ფორუმის დასრულების შემდეგ აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ფატიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, რომლის მიზანიც არსებული სიმძლავრეების გაზრდა. მისივე განმარტებით ფორუმზე განხილული იყო ყველა სტრუქტურული ცვლილება და ამ პროცესში იყო ჩართული როგორც კერძო სექტორი, ისე საჯარო უწყებების წარმომადგენლები. მოვისმინეთ სექტორში არსებულ რეფორმებზე და სიახლეებზე ინფორმაცია, რომ არსებული სიმძლავრეების გაზრდა მოხდეს. ადგილზე ყველა მხარე იყო ჩართული როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო უწყებები და მარეგულირებლები. ბევრი სტრუქტურული გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში, რომ მოხდეს სიმძლავრეების გაზრდა. ხდება მოთხოვნის ზრდა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს, ჯერ კიდევ არის რესურსი ათვისებისთვის. ეს აუთვისებელი ნაწილი იმდენივე, რამდენიც ამ ეტაპზე არის ათვისებული. ასევე დამატებით ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, რომელიც ძირითადად უკავშირდება ხანგრძლივ ვადებს, ნებართვებს, სოციალურ საკითხებს. ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველას ხმა ისმოდა ამ საკითხების განხილვაში.